გამარჯობა ძვირფასო ტელემაყურებლებო და რადიო მსმენელებო. დღეს 2025 წლის 25 თებერვალია. პირდაპირ ეთერში არის კომენტატორ რეკორდსმენის, საქართველოს დამსახურებული წნელის, თბილისის საპატიო მოქალაქის ბატონ ჯამლეთ ხუხაშვილის სახელობის სპორტული საავტორო ტელეგადაცემა, რომლის წამყვანი ვარ მე, ჟურნალისტი თენგიზ პაჭკორია. მინდა წარმოვადგინო დღევანდელი გადაცემის სტუმრები. საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ბატონი ელგუჯა ბერიშვილი, დიდი მადლობა ბატონო ელგუჯა, გასაგებია მივხვდით ალბათ რატომ მოვიწივეთ დღეს, შეაჯამებს საქართველოში გამართულ ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს, ახალგაზრდულ ოლიმპიადას, რომელიც ამას წინათ გაიმართა საქართველოს სამქალაქში. გადაცემის მეორე სტუმარი არის საქართველოს ხელბურთის ფედერაციის ასაკობრივი ნაკრებების ხელმძღვანელი ბატონი ბექა ორჯონიკიძე, საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ხელბურთელი და საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი მწვრთნელი, ერთ პერიოდში თავრიცხნელიც იყავით. და ჩვენი გადაცემის მესამე სტუმარი არის, შეიძლება ასე ითქვას, არეწყინება ლაშას, ამ გადაცემის დებიუტანტი, ვეტერანი ფეხბურთელი და ბოლო 25 წელი სპორტული წარმატებული სპორტული ჟურნალისტი ლაშა თაბაგარი. როცა გადავცემ მას სიტყვას, დიდი მადლობა ლაშა, როცა გადავცემ მას სიტყვას, უფრო დეტალურად ვიტყვი, სად, რომელ კლუბებში თამაშობდა 90-იან წლებში და რას ეწეოდა შემდეგ პერიოდში. რასაკვირველია, გადაცემას დავიწყებთ საქართველოში დამთავრებულ ერთი კვირის წინ დამთავრდა საქართველოში ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი. ეს იყო რიგით მე-17 ახალგაზრდული ევროპის ახალგაზრდული ზამთრის ოლიმპიური ფესტივალი. პირველად ჩატარდა საქართველოში სამ ქალაქში იყო თბილისი, ბაკურიანი და ბათუმი. ჩვენ წინა გადაცემებში სტუმრად ყავდა ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი, პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი, ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლები, სხვადასხვა ფედერაციების ხელმძღვანელები და ვრცლად ვისაუბრეთ ამ თემაზე. მინდა გითხრათ, რომ სასიხარო კიდევ ერთხელ შევახსენებ ტელემაყურებლებს და რადიოსმენელებს და მიულოცავ კიდევ ერთხელ საქართველოს იმას, რომ პირველად ამ ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალების ისტორიაში საქართველომ ამ წლევანდელ ფესტივალზე მოიპოვა პირველად ოქროს მედალი. მანამდე ჩვენ ქონდა 3 მედალი, 97 წელს მოციგრავემ ვახტანგ მორმანიძემ მოიპოვა 97 წელს ვერცხლის მედალი, 2017 წელს მოციგრავემ ნიკა ეგაძემ მოიპოვა ბრინჯაოს მედალი და 2023 წელს მოციგრავემ კონსტანტინე სოპატაშვილმა მოიპოვა ვერცხლის მედალი. წელს კი ინგა გურგენიძემ მოუტანა საქართველოს ოქროს მედალი. ახლა კი მინდა სიტყვა გადავცემ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველ ვიცე-პრეზიდენტ ბატონ ელგუჯა ბერიშვილს. ტელემაყურებლებს შევახსენებ, რომ ბატონი ელგუჯა წარმატებული ჟურნალისტი იყო, შემდგომში ძალიან დიდი პერიოდი იყო საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტი 2012 წლამდე და 91 წლიდან, ხო ბატონ ელგუჯა, 1991 წლიდან 2012 წლამდე იყო საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტი და მინდა გითხრათ, რომ გასულ წელს ეს იციან უმეტესობა მისის, მაგრამ მაინც შევახსენებ ტელემაყურებლებს, გასულ წელს პარიზში გამართულ ზაფხულის ოლიმპიურ თამაშების პერიოდში ბატონ ელგუჯა ბერიშვილს საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ოფიციალურად საზეიმოდ გადასცა მას დააჯილდოვა ის პიერ დე კუბერტენის მედლით. ელგუჯა ბერიშვილი გახდა პირველი ქართველი, რომელსაც როდესღაც მიანიჭეს ეს მედალი, რომელიც ატარებს პიერ დე კუბერტენის სახელს, თანამედროვე ოლიმპიური მოძრაობის ფუძემდებლის, გამოჩენილ ფრანგ და მსოფლიო დონის სპორტულ და საზოგადო მოღვაწეს, ამიტომ კიდევ ერთხელ ულოცავ ელგუჯას ამ მედალს და ვთხოვ ახლა, თუ შეიძლება თქვენი კუთხით, ორგანიზაციული, ინფრასტრუქტურული კუთხით, სპორტული კუთხით შევაჯამოთ ეს ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი. გთხოვთ. მადლობა თენგიზ პირველ რიგში ესეთი წარდგენისთვის, რაღაც ნაწილი ინფორმაციისა, რომელიც
რომელიც თქმასაც მე ვაპირებდი შენ უკვე შესავალში თქვი. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი შეჯიბრება. ჩვენ ხშირად ვამბობ ხოლმე და ყველა შეჯიბრება თავისთავად მნიშვნელოვანია, მაგრამ რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინებით, პირველ რიგში ალბათ ის, რომ ზამთრის სპორტში ხდებოდა ეს ყველაფერი, მონაწილეობდა 45 ქვეყანა და ჩვენ არ ქონდა ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ნაწილი. მთელი ჩვენი მოსამზადებელი პერიოდი იყო რამდენიმე, სამ ძირითად მიმართულებას მოიცავდა. ეს იყო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, ეს იყო საორგანიზაციო საკითხების მოგვარება და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ეს იყო ჩვენი სპორტსმენების მომზადება აი ამ შეჯიბრებისთვის. და ეხლა აი ამ გადასახედიდან შეიძლება ვთქვათ, რომ სამი მიმართულებით ჩვენ წარმატებას მივახციეთ და ეს ფაქტებით და ციფრებით დასტურდება. მთლიანობაში თუ არ ვცდები დაახლოებით 100 მილიონი ლარი გამოიყო აი ამ ღონისძიებისთვის, რა თქმა უნდა, მთელი ეს პროექტი რაღაც მცირე გამოკლებით ევროპის ოლიმპიური კომიტეტიც რაღაც მონაწილეობდა აი ამ ფინანსურ ნაწილში, ოღონდ ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი, მოხმარდა აი ამ საქმეს და აქვე მინდა ვთქვა და ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ამ თანხის უდიდესი ნაწილი დაახლოებით 95% მოხმარდა ინფრასტრუქტურას. ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს იმას, რომ ეს ინვესტიცია ჩაიდო ქართულ სპორტში, ხო? ეს ბაზები, რომლებიც გაშენდა ბაკურიანში, თბილისში, ბათუმში, რა თქმა უნდა, დიდი ხნის განმავლობაში მოემსახურება ქართულ სპორტს და კონკრეტულად ზამთრის სპორტს. ამიტომ იყო მნიშვნელოვანი ეს პროექტი და ძალიან კარგია, შენ უკვე აღნიშნე ამის შესახებ, რომ ეს ყველაფერი დაგვირგვინდა იმით, რომ ჩვენ გვყავს პირველი ჩემპიონი აი ამ ფესტივალისა. ჩვენ დიდი ხანია მონაწილეობთ, 30 წელი ამ შეჯიბრებაში მონაწილეობთ, მაგრამ აქამდე ჩემპიონი არ ვყოლია და ამას ბევრი მიზეზი აქვს, იმიტომ რომ ჯერ ერთი ზამთრის სპორტი ჩვენთან შედარებით ნაკლებად არის განვითარებული და მეორეს კონკურენცია არის ძალიან დიდი. აი მაგალითად ჩვენ რამდენიმე სახეობაში ვერ შევძელით. 8 სახეობიდან 5-ში მივიღეთ მონაწილეობა, მაგალითად ჰოკეიში ვერ გამოვიდით და კიდე არაერთ სახეობაში. მაგრამ რო დაუბრუნდეთ იმას, რაც გაკეთდა აქამდე და მათ შორის არა მარტო ბაკურიანის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის, ასევე მსოფლიო ჩემპიონატისთვის, რომელიც 2 წლის წინ ჩატარდა ასევე ბაკურიანში და მსოფლიო თასებისთვის. ეს ბაზები შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ არის ძალიან დიდი წინაპირობა იმისთვის, რომ საქართველოში ზამთრის სპორტი ძალიან სერიოზულად განვითარდეს. ეხლა რაც შეეხება უკვე უშუალოდ შეჯიბრებას, მე ვიყავი ბაკურიანში, არ ყოფილა ბათუმში, სამწუხაროდ ვერ ვნახე ის მნიშვნელოვანი ისტორიული მომენტი, მაგრამ ვიყავი ჰოკეი რამდენიმე დღით ადრე დაიწყო ჰოკეის შეჯიბრება თბილისში. ეს არის ძალიან მაღალი დონის ბაზები და ამაზე ლაპარაკობენ ჩვენი უცხოელი, მათ შორის კოლეგები, საერთაშორისო ფედერაციების წარმომადგენლები. რაც შეეხება ბაზების თემა რომ მოვითავო, ბაკურიანის ბიატლონის აი ეს ტრასა და ეს სარბიელი არის, როგორც ამას ამბობენ, როგორი ქვეყნები ხა ნორვეგია, ფინეთი, გერმანია, აი ეს ქვეყნების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ეს არის ერთ-ერთი უნიკალური ბაზა ყველა პარამეტრით და მათ შორის აი ლანდშაფტით, სადაც ეს ობიექტი არის განლაგებული და გერმანიაზე გამახსენდა, არ ვიცი ალბათ შენ ესეთი კირკიტა კაცი ხარ სიღრმეებში გიყვარ ჩასვლა გერმანიას ოქროს მედალი არა აქვს მოპოვებული აი ამ შეჯიბრებაზე და გუნდურ ჩათვლაში ჩვენ ვართ გერმანიაზე წინ რამდენიმე საფეხურით. ეხლა რა თქმა უნდა ეს იმას არ ნიშნავს რომ ჩვენ გერმანიის სპორტს ზოგადად რაღაც კონკურენციას გავუწევთ და მათ შორის ზამთრის სპორტში, მაგრამ ფაქტი არის თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანი. რაც შეეხება შეფასებებს, რომელიც აი ამ ფესტივალს მოყვა, პირველ რიგში ალბათ უნდა გავიხსენოთ ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტის ბერძენია, პრეზიდენტი სპიროს კაპრალოსი, რომელიც ძალიან ახლო ურთიერთობაშია საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტთან, ხშირად ჩამოდის აქ და განსაკუთრებით ჩამოდიოდა სწორედ ბაკურიანთან დაკავშირებით. და მისი შეფასება იყო უმაღლესი. ეხლა ბუნებრივია როცა შეფასებაზე მიდგება საქმე, ხა ჩვენ ვიცით რომ მასპინძლებს ეხა აუგს ვერავინ ვერ ეტყვის და არც ამბობენ, მაგრამ ის სწორედ ამას უსვამდა ხას, ამას იმიტომ კი არ ვამბობ, რომ ეხლა აქ ავარ და აი ეხლა ამ წუთას დამთავრდა ეს შეჯიბრება, ან მიმდინარეობს.
ეს იყო უმაღლესი დონის ტურნირი და მაგალითად ერთ-ერთ შეხვედრაზე, რომელსაც ფესტივალის მომავალი მასპინძელი ქვეყნის რუმინეთის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, თქვა რომ თქვენი არ ფშურსო, იმიტომ რომ საქართველოს ისეთ სიმაღლეზე ასწია თამასა, რომ ძალიან გაგიჭირდებათ, ყოველ შემთხვევაში ძალიან უნდა მოინდომოთ, რომ ასე დონეზე საქართველოს სტანდარტის მიხედვით გააკეთოთ. კი, ზუსტად ესე იყო და ეს ჩანდა. მე ვთქვი, რომ აი ზამთრის, ეხლა ჩვენ ხო მასპინძლეთ 2015-ში ზაფხულის ფესტივალს, იქ გაცილებით მეტი სტუმარი ყავდა, სპორტის სახეობა გაცილებით მეტი იყო, მაგრამ აი სწორედ ზამთარი განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას მოითხოვს. ხო, ეხლა ამით შენ ვერ შეცვლი, ხო, ეს ბევრი რამე შენზე არ არის დამოკიდებული, მაგრამ აი მსოფლიო ჩემპიონატის დროს ძალიან დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი შეიქმნა და ამას დაებადა ის ბაზები, რომელზედაც მე ვგვილაპარაკე და სწორედ ამან მოგცა საშუალება ხელოვნური გათოვლიანება, მოკლედ ეს პრობლემა არ დამდგარა საერთოდ, რომ ამიც რომ ხელი შეეშალა და ამის გამო რაღაც შეფერხება მომხდარიყო. ფაქტიურად ერთი კვირის განმავლობაში ბაკურიანში ერთხელ მოვიდა მარტო თოვლი, ცოტა ხნით ისიც მცირე რაოდენობით დაარჩენი იყო მზე, საოცარი ატმოსფერო იყო, მოკლედ გულშემატკივრებით საკმაოდ იყვნენ ოლიმპიური სოფელი, უпроსორად სპორტსმენთა სოფელი ქვია იმ ადგილს, ეს იყო სასტუმრო კრისტალი და მისი კომპლექსი, სადაც მთელი ეს დელეგაციები განთავსდნენ, ძალიან კარგი პირობები იყო და ამას ყველა აღნიშნავდა. მარტო შეჯიბრების ადგილი ხო არ არის, საცხოვრებელი ადგილი ყვება, გართობა, დასვენება, ტრანსპორტი, ეს ყველაფერი ჯამში იყო მაღალ დონეზე ორგანიზებული. ძალიან კარგად იმუშავა საორგანიზაციო კომიტეტმა, მამუკა ხაბარელის ხელმძღვანელობით, ბუნებრივია ამ ყველაფერს სათავეში ედგა ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი, ლერი ხაბელოვი, პრეზიდენტი ამ ოლიმპიური კომიტეტისა და მე და შეგახსენოთ და ალბათ გამიგრძელდა და ამით ალბათ დავამთავრებ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ 5 წლის წინ მოვიპოვეთ აი ამ მასპინძლობის უფლება, ბოლო დაახლოებით 2 წლის წინ გადაწყდა საბოლოოდ ეს ამბავი, რომ საქართველოს უმასპინძლებდა ამას. შენ კიდე კითხვის ნიშნები იყო ბევრი და ეს სხვა გარემოებებთან იყო დაკავშირებული, ამაზე საუბრის გაგრძელება არ ღეს, მაგრამ აი სწორედ აი 2 წლის განმავლობაში მოესწრო და მოხერხდა ის, რომ საქართველოს აი ესე დონეზე უმასპინძლებდა. საქართველოს აქვს უკვე 2 თანამედროვე სტანდარტის ყინულის არენა, ერთი თბილისში, მეორე ბათუმში. მოციგრაევებმა, ჰოკეისტებმა და ასე შემდეგ კიდე რამდენიმე სახება ამოისუნთქეს, იმიტომ რომ არასტანდარტული არენები იყო ყინულის თბილისშიც, სხვაგანაც ბაკურიანშიც იყო, მაგრამ ის კერძო ხო მგონი, მაგრამ თავარია რომ 2 სტანდარტული არენა და მინდა თუ არ გეწყინებათ იმ ჰოკეიზე რომ თქვით ჰოკეი არ მონაწილეობდა, ხო ტელემაყურებლებმა იციან თქვენ მით უმეტეს იცით ბატონო ელგუჯა, ჰოკეის დიდი ისტორია აქვს საქართველოში 65 წლის და საქართველოს ეროვნული ნაკრები მონაწილეობს მსოფლიო ჩემპიონატებზე, მეორე დივიზიონშია 5 დივიზიონიდან და ძირითადად უწევდა უცხოეთში ვარჯიში, იმიტომ რომ აქ არ იყო ის პირობები სტანდარტული არენა არ იყო და ახლა ნახევარ სტანდარტზე ხომ ვერ ითამაშები, ისე ვერ მოემზადებ, როგორც საჭიროა. და ჩვენ ეროვნული ნაკრები ყავს, ახალგაზრდულიც ყავს, მაგრამ რაღაცა მიზეზების გამო, რომელიც იყო გამოწვეული ევროპის ოლიმპიური კომიტეტის პოზიციიდან, ვერ მოხერხდა ამ ზამთრის ახალგაზრდულ ფესტივალზე საქართველოს ჭაბუკთა ნაკრების გამოსვლა. ახლა მე არ შევალ სიღრმეებში რაღაცები ინფორმაციები ვიცი, მაგრამ მე მომავალში ვაპირებ ჰოკეის ფედერაციის ხალხის წარმომადგენლების მოწვევას, ისინი მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადებიან ეროვნული ნაკრები ჩვენი, რომელიც გაიმართება აპრილში ახალ ზელანდიაში. ჰოკეიდან არის, მაგრამ რაღაცა მიზეზების გამო, რომელიც საქართველოზე არ იყო ძირითადად დამოკიდებული იყო ევროპის ოლიმპიურ კომიტეტზე, ვერ მოხერხდა საქართველოს ჭაბუკთა ნაკრების ჩართვა ფესტივალის, თუმცა ნაკრები ყავს, მაგრამ იქ რაღაცა მონაცემები, ისტორია, რეიტინგი, ციფრები, матчები წინა პერიოდის, ტექნიკური მომენტია, მაგრამ სამწუხაროდ ამ ეტაპზე არ მოხერხდა. იმედი მაქვს, რომ მომავალ ეტაპზე, მომავალ ფესტივალებზე და მსოფლიო ჩემპიონატებზეც გამოდიან, მსოფლიო ჩემპიონატებზე ჰოკეისტები გამოვლენ. თავარია ხო თქვენ ერთი და გავიზარდეთ ბატონო ელგუჯა. ყველა იყო კმაყოფილი, მაგრამ გერმანია медали ვერ მოიპოვა, ოქროს медали ამ ფესტივალზე და ცოტა გულში ჩარჩათ, მაგრამ ის ბაკურია. არა, თქვი გერმანია ხო ახსენეთ? კი, თქვენ ახსენეთ, ხო და გულში მაინც ჩარჩათ, კარგი მიღება
ინფრასტრუქტურა ფანტასტიკური, ბუნება, სტუმართმას მიზლობა, მაგრამ медали ვერ წაიღეს საქართველოს ოქროს медали და ჩვენ გავასტარეთ გერმანიას თქვით. დიდი მადლობა ბატონ ელგუჯა. დიდი მადლობა ინფორმაციისთვის და საინტერესო გამოსვლისთვის და როცა იქნება სხვა თემებზე ალბათ მე დარწმუნებული ვარ რომ რაღაც პატარა კომენტარებს და რეპლიკებს აუცილებლად გააკეთებთ. ჩვენი გადაცემის მეორე სტუმარი არის საქართველოს ხელბურთის ფედერაციის ასაკობრივი ნაკრებების ხელმძღვანელი ბატონი ბექა ორჯონიკიძე, ადამიანი რომლის მთელი ცხოვრება არის ხელბურთში, თამაშობდა 80-იანი წლების ბოლოს თბილისის ქარიშხალა ბურევესტნიკში, მოასწრო ერთი პერიოდი საბჭოთა იმპერიის ჩემპიონატში თამაში იმ ბურევესტნიკის შემადგენლობაში, მე იყო საქართველოს ნაკრებში ერთ-ერთი ძირითადი მოთამაშე, შემდეგ მწნელი სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებებში და ეროვნულ ნაკრებშიც იყავით და ბოლო წლებში ბექა არის საქართველოს ხელბურთის ფედერაციის ასაკობრივი ნაკრების ხელმძღვანელი, სხვათა შორის თქვენი შვილი არის ეროვნული ნაკრების წევრი და ახლა მინდა გთხოვოთ ორი თემა. პირველი თემა რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები, მაინც ეროვნული ნაკრები დავიწყოთ 13 და 16 მარტს ჩაატარებს ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ორ შეხვედრას სახში თბილისში ბოსნიასთან და 16 მარტს გასვლაზე ბოსნიაში ხორვატიის საზღვართან მდებარე პატარა ძველ ქალაქ საზინაში. იქ შორია მისასვლელად, არ ვიცი რამდენად მოახერხებენ ხორვატიაში, ბოსნიაში და ახლომდებარე ქვეყნებში ქართველები მოახერხებენ თუ არა ჩასვლას, მაგრამ მივმართავთ თხოვნით. ყურადღებით ადევნეთ თვალყური საქართველოს ხელბურთის ფედერაციის გვერდს, Facebook გვერდს და web გვერდს 16 მარტს ბოსნიაში ქალაქ საზინში გაიმართება ეს მატჩი, სადაც და დარბაზს ყველაფერს ნახავთ, თხოვთ თუ გაქვს საშუალება ხორვატიიდან, ბოსნიის სხვა ქალაქებიდან, ევროპის სხვა ქვეყნებიდან 16 მარტი არის კვირადღე, თუ მოახერხებთ ჩამოსვლას და უკომაგოთ საქართველოს ნაკრებს, ძალიან დიდ საქმეს გააკეთებთ. და მეორე 13 მარტს თბილისში არის მატჩი, თბილისის არენაზე დაასწრება არის უბილეთო თავისუფალი, ესე იგი ბილეთის პრობლემა არ დგას, შეგიძლიათ მოხვიდე 6 საათზე, ხო თამაში? 6 საათზე, დიახ. და ერთი 5000 კაცი რომ მოვიდეს, ბატონ ბეგა, ხომ კარგი იქნება? ძალიან კარგი იქნება, ძალიან კარგი იქნება, მოგესალმებით. ყველას მივესალმებით თქვენ სტუმრებს, თქვენ ტელემაყურებელს. მე ცოტა გემრიელი ლუკმა ბოლოსთვის მინდოდა მეთქვა, მაგრამ რადგან თქვენ ბრძანეთ, მე შემოგიერთებით და ვიტყვი რომ ეს არის ერთ-ერთი გადამწყვეტი მატჩი საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის, ხელბურთელებისთვის, ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენ შეგვიძლია კიდევ ერთხელ დავწეროთ ერთი ისტორია, როგორც წინა სეზონზე, ანუ წელსაც ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზური მოვიპოვოთ. ამიტომ ყველა მაყურებელს პირველ რიგში მინდა ვთხოვო, რომ 13 მარტს 18 საათს და 00 წუთზე მოგზავნეთ გამოჩნდება ეს კადრი ზუსტად. გიორგი ცხოველებაძე ფონი აქვს, ყველაფერი ტექსტიც არის, იყოს ეს ცოტა ხანი, ყველაფერი ჩანს, ჩვენი ვარსკვლავი. და როგორც ყველამ ვიცით ხო, რომ მაყურებელი კიდევ ერთი მოთამაშეა და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ისინი დაუდგნენ ჩვენ ხელბურთელებს გვერდით და მე ეჭვი არ მეპარება, რომ ჩვენი ხელბურთელები არ გაუწყვილებენ მოლოდინებს და ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის და გაიმარჯვებენ. ასე რომ, რავი, ასევე 16-ში განმეორებითი მატჩი აქვს და ამის შემდეგ დარჩებათ ორი თამაში, საბერძნეთთან და ისლანდიის ეროვნულ ნაკრებთან, ორი მატჩი. საბერძნეთთან სამწუხარო მატჩი წავაგეთ საბერძნეთში, ერთი სხვაობით თქვენ ყველაფერი იცით და ყველა ინფორმაცია გაქვთ და იქ ბრძანდებოდით. ოდიში თქვენთან ერთი წამით ეს არის კადრები საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან, როცა დაამარცხა იანვარში რუმინეთის ნაკრები კარპატის დასზე, იქ რუმინეთში და ცხოვრებაძემ ბოლო წამებზე გაიტანა ძალიან გადამწყვეტი, ძალიან ლამაზი გოლი და მგონი რუმინელებსაც უნდოდა ტაშის დაკვრა, ისეთი ლამაზი იყო ეს, რომ ვერ შეიკავეს თავი რუმინელებს. სხვათა შორის ამ ტურნირმა კიდევ ერთხელ დაგვანახა ის, რომ ჩვენ შემთხვევით არ მოვხვდით იქ ევროპის ჩემპიონატზე და შეგვწევს ძალა, მით უმეტეს, როდესაც რამდენიმე ლიდერი გვაკლდა. სამი კაცი არის. და ამ თამაშზე, კონკრეტულად ამ თამაშზე სამი კაცი ვერ იღებდა მონაწილეობას, მაგრამ მაინც შეძლეს ჩამოვთვალა. ესე იგი კალანდაძე ნიკოლოზ, რომელიც ტრავმირებულია. კალანდაძე
ორჯონიკიძემ დაიწყო ჩემო ბიჭმა, მაგრამ სამწუხაროდ ძალიან მალე მოუწია შეცვლა, იმიტომ რომ წინა მაჩზე ქონა ხელის ტრავმა მიღებული, ბილაშვილი არ იყო და ხაზეინ რუსტამოვი საერთოდ ვერ ჩამოვიდა. ისე მოხდა, რომ კლუბიდან ვერ ჩამოვიდა, ოფიციალური სანაკრებო კვირა არ იყო ეს და აქედან გამომდინარე არ გამოუშვეს. ძალიან კარგად აჩვენეს ჩვენმა ბიჭებმა აქ თავი ამ ტურნირზე, რომელიც კიდევ და კიდევ გვისახავს იმის იმედებს, რომ აი იმ შედეგს რაც და თურქეთს ძალიან ადვილად მოუგეს, შეიძლება ითქვას და არ არის ხელწამოსაკრავი გუნდი, ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია და რუმინეთი კიდე ძალიან დიდი ტრადიციების და დიდი ხელბურთის მაყურებლებსაც. ხელბურთელებმა იციან, ამ ორი მატჩიდან მარტში მინიმუმ ერთი უნდა მოვიგოთ. აუცილებლად. თუ ორივე მოვიგეთ ბოსნიასთან, უკვე გასული ვართ. უკვე გარანტირებულად. თუ ერთი მოვიგეთ, მაისში გადაწყდება. მაისში გადაწყდება უკვე საბერძნეთის ნაკრებთან. მაგრამ მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ყოველ შემთხვევაში თბილისში იმ შედეგს აჩვენებენ ჩვენი ბიჭები, რაც ყველას გაგვიხარდება და ხელბურთის და საერთოდ სპორტის გულშემატკივარს გაუხარდება საქართველოში. ძალიან მნიშვნელოვანია, კიდევ ერთხელ მინდა ვთხოვო, რომ მობრძანდით თამაშზე, დაესწარით თამაშს და გულშემატკივრეთ ჩვენ ეროვნულ ნაკრებს ხელბურთში. მე დამპირდა ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, თქვენი ხელბურთის ნაკრების ყოფილი კაპიტანი ბატონი ვახტანგ მეიფარიანი. თუ მოვიგეთო, მოვდივარო გადაცემაში. თუ ორჯერ მოვიგეთო, ორჯერ მოვალო გადაცემაში. შარშანაც ასე იყო, როცა მოვიგეთ და გავედით ევროპაზე შარშანც. ორჯერ მოუწია გადაცემაში მოსვლა. ისე არ მოდის, თუ გამარჯვება არ არის, მოკითხა ბატონ ვახტანგს, მოკითხა მთლიანად თელ ფედერაციას და ახლა მინდა ასაკობრივ ნაკრებებზე რისთვის ემზადებიან ბიჭები, გოგოები თუ შეიძლება. კი ბატონო, საერთოდ მე გოგოებს არ უკურირებ, მაგრამ მან ლანა მარგიანი არის, იცით თქვენ ყველაფერი მაგრამ არ ეცხრება ერთი ორ სიტყვას თუ იტყვით ბოლოს. ხო, მაგრამ ამ შემთხვევაში, რისთვისაც ჩვენ ვემზადებით, ამ შემთხვევაში გოგოებიც იგულისხმება და მივცემ ჩემ თავს უფლებას, რომ მათზეც ვიზლაპარაკო. ესე იგი, ხელბურთის ფედერაცია, ჩვენი ეროვნული ხელბურთის ფედერაცია უკვე რამდენიმე წელია თანამშრომლობთ, მესამე წელია უბრალოდ თანამშრომლობთ ესპანეთის ხელბურთის ფედერაციასთან, საიდანაც პაბლო კამპოსი და ხავიერ სალვადორი, ესეთი ორი პიროვნება არის, რომლებიც მუშაობდნენ ბარსელონაში, დღესდღეობით არიან კატალონიის ნაკრების ხელმძღვანელები, აქვთ ძალიან დიდი გამოცდილება და ისინი ამ თავის ცოდნას გვიზიარებენ ჩვენ. გვიზიარებენ არა მარტო ონლაინ, არამედ უშუალოდ თავიანთი ჩამოსვლით და ჩვენი იქ სტუმრობით. უკვე სამჯერ იყვნენ ბიჭები ესპანეთში, ერთხელ გოგოები, სხვადასხვა შეკრებებზე, პლუს ამას ფესტივალებში, სადაც მონაწილეობს ბარსელონა, გრანოლერსი, კატალონიის ნაკრები და ძალიან კილი გერმანიის და ძალიან კარგი მე შემიძლია იმას ვერ ვიტყვი, რომ ჩვენ რომელიმე ტურნირი მოვიგეთ, მაგრამ საკმაოდ კარგად ვიასპარეზეთ და ერთი შემიძლია ვთქვა ის, რომ სიმბოლურ ნაკრებში სამჯერ მოხდა ჩვენი მოთამაშე ამ ტურნირების განმავლობაში. ეს იყო ვახტანგ ხარებაშვილი, ეს იყო საბა ბუიღლიშვილი და ბოლოს ბოლო ტურნირზე ლევან ტვილდიანი მეკარე, რომელმაც საუკეთესო მეკარის პრიზი აიღო. ანუ სიმბოლურ ნაკრებში მოხდნენ ტურნირის. ის არის ლევანი. ლევანი არის 2010-იანი, მე 15 წელიწადში, ახლა 14 წლის არის. 3 წელიწადში ზურაბცინცაძეს მოუწევს. უნდა იყოს ყურადღებით. მოდის ახალი თაობა. და იქ მეორე მეკარეა კიდევ დათო ნიკაბაძე. დიახ. მოუწევთ ყურადღებით უყურონ ამ ახალგაზრდას. რა თქმა უნდა, იზრდებიან ახალგაზრდები, ძალიან კარგი თაობა მოდის. ეს ესპანური პროგრამა ძალიან გვეხმარება, რომ ეს თანამედროვე მეთოდოლოგია, რაც არის თანამედროვე, რაც კი არსებობს, რომ ჩვენი ესპანელი მეგობრების დახმარებით შევისწავლოთ და აპრილის 7 რიცხვიდან 18-მდე მივემგზავრებით, როგორც გოგონათა გუნდი 2010 წელს დაბადებული გოგონათა ნაკრები, ასევე ვაჟებიც, ბიჭებიც მივემგზავრებით ესპანეთში, სადაც გვექნება ერთკვირიანი შეკრება. ხოლო ამის შემდეგ მივიღებთ სააღდგომო ტურნირში მონაწილეობას. იქვე ესპანეთში, დიახ. იქვე ესპანეთში, რა თქმა უნდა, ძალიან კარგი გუნდები იქნებიან, ძალიან დიდი გამოცდილება იქნება ჩვენთვის და რა ვიცი, მე ძალიან დიდი იმედი მაქვს იმის. ახლოს არის ეს ქალაქები. მე ფედერაციის გვერდზე დაიდება, ხო? კი, რა თქმა უნდა, ეს დაიდება ფედერაციის გვერდზე. ქალაქს ქვია ჯორეთ დელ მარში, ბარსელონასთან ახლოს არის და ამ ქალაქში ჩატარდება ეს ფესტივალი.
ასე რომ ესპანელების დახმარებით, რავი, ვცდილობთ რომ ჩვენი ხელბურთი წინ და წინ წავიდეს, თან ესპანელები თავისი ესე რომ ვთქვათ ხასიათით, ფერით, რავი, ყველაფრით ძალიან გვანან ჩვენ, გარეგნულათაც, ხანდახან ვფიქრობ ხოლმე რომ ემოციები ხო საერთოდ რა და ასე რომ ვფიქრობ ჩვენთან ახლოს არის მათი სტილი და ეს არის შეკრება და ამხანაგური ტურნირი, მაგრამ მერე რა იქნება ზაფხულში არის გოგონათა ევროპის ჩემპიონატი. ზაფხულში არის უკვე ახალგაზრდული გოგონათა ევროპის ჩემპიონატი, რომელიც გაიმართება თელავში. 19 წლამდელების მისთვის მიდის მზადება უკვე გოგონები შეკრებილები არიან, ვარჯიშობენ სისტემატიურად. ბიჭები რისთვის ემზადებიან? ბიჭები ჯერჯერობით მომავლისთვის ემზადებიან, შეგვიძლია თქვა. მომავალი წელი? მომავალი წლისთვის, იმიტომ რომ ამას აქ ჯერჯერობით არაფერი არ უწევს, წელს საერთოდ არაფერი არ უწევს და 2008-იანებს უწევთ გაისად. გაისად ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ჩემპიონატი, წელს იყვნენ კოსოვოში, ჩვენი ახალგაზრდული ნაკრები, სადაც სამწუხაროდ ფინალურ მატჩში დამარცხდნენ და ვერცხლის მედლებით დაბრუნდნენ კოსოვოდან. ასე რომ, რავი, მომავალი კარგი ყავს, ველით უფრო და უფრო კარგ შედეგებს და ვფიქრობთ, რომ ჩვენი ნაკრებიც ღირსეულ შევსებას მიიღებს. მე ვიცი, რომ თქვენ ემზადებით 2026 წლის მაისისთვის, როცა საქართველოში აღინიშნება ქართული ხელბურთის 70 წლის თავი. იუბილეი. თუ ეროვნული ნაკრები მეორეჯერ გავიდა და ევროპის ჩემპიონატზე, შარშანხომ გერმანიაში იყვნენ პირველად ეროვნული ნაკრების დონეზე ევროპის ჩემპიონატზე და ერთი მატჩი მოვიგეთ მესამე ადგილი ჯგუფში, ბოსნიას მოვიგეთ. თუ მეორეჯერ გავედით იანვარშია ევროპის ჩემპიონატი, ეს იქნება ძალიან დიდი სტიმული საერთოდ განვითარების კუთხით და პლუს იუბილეისთვის მთელი კომპლექსი იქნება ღონისძიებების, ვიცი ფედერაცია ამზადებს სხვადასხვა ღონისძიებებს. და დიდი ისტორია ახლა ჩვენ ძალიან ბევრი დრო დაგჭირდება იმისათვის რომ ის მოვყეთ ის უნიკალური ისტორია რომელიც არის ქართულ ხელბურთს 60-იანი 50-იანი წლების ბოლოდან 60-იანი წლები განსაკუთრებით 70-იანი 80-იანი მერე დამოუკიდებლობის პერიოდი ძალიან დიდი ტრადიცია ქონდა ხელბურთს საქართველოში ალბათ ყველა მიცით და ყველას გახსოვთ და ნენელავ ვცდილობთ რომ იგივე დაუბრუნოთ ჩვენ. ჩავარდნა იყო ერთი პერიოდი 90-იან 2000-იან წლებში. კი ბატონო, იყო სამწუხაროდ იყო ესეთი. ბევრი მიზეზი იყო ეკონომიკური და ასე შემდეგ, კი. და ჩვენ რა ვიცი, ვფიქრობ რომ ისე შევაყვარებთ ხელბურთს ჩვენ მაყურებელს და ახლა ტელემაყურებლის ტრადიცია. ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში ხელბურთი არის ნომერ პირველი სახეობა. ფეხბურთს ასწრებს. ჩვენთან ახლა უმეტეს ქვეყნებში ფეხბურთია ნომერ პირველი. ჩვენთან ფეხბურთია, ალბათ მერე კალათბურთი, რაგბი და ხელბურთი სადღაც მეოთხე, მეხუთე ადგილზე. ალბათ გუნდურ სპორტის სახეობებში, ხო. მაგრამ ალბათ მოვა დრო, როცა სამეულში აღმოჩნდებით ცოტა ხნის შემდეგ ასეთი ტემპები რომ არავის ეწყინოს, მაგრამ ჩვენ ვცდილობთ რომ ასე გავაკეთოთ. ჯანსაღი კონკურსი ბაღებშიც შევიდა ხელბურთი, ბაღებში თელი პროგრამა. კი, გვაქვს ბაღების პროგრამა, გვაქვს სასკოლო პროგრამა, რავი, მაქსიმალურად ვცდილობთ რომ აი სულ პატარაობიდან გავაცნოთ ბავშვებს რომ არსებობს ესეთი სპორტის სახეობა, როგორც არის ხელბურთი და არის ლამაზი, დინამიური, რავი, ძალიან კარგი სპორტი. კი. და თქვენი თქმის არ იყოს ევროპაში და უკვე აზიაშიც ძალიან პოპულარული. სამეულში თითქმის ძალიან ბევრ ქვეყანაში. რა თქმა უნდა, აზიაშიც, აფრიკაშიც, რა ვიცი, ძალიან პოპულარულია, გერ ეგვიპტემ ამ სოფლიო ჩემპიონატზე როგორ ასპარეზა. ვინახეთ. დიდი მადლობა ბატონო ვეკამ. მადლობა თქვენ. საინტერესო ინფორმაციისთვის წარმატებებს მინდა გისურვოთ და ჩვენი გადაცემის მესამე სტუმარი, დებიუტანტი, ვეტერანი ფეხბურთელი და ბოლო 25 წელი წარმატებული სპორტული ჟურნალისტი ლაშა თაბაგარი. დიდი მადლობა ლაშა რომ მოხვედი. 89 წლიდან 99 წლამდე, ესე იგი მე-20 საუკუნის ბოლოს ლაშა როგორც ფეხბურთელი თამაშობდა თბილისის გუნდებში, ხაშურის ივერიაში, მარნეულის ალგეთში და რომ არ გამიგრძელა ბარსელონაში არ გითამაშია ტრაუმა შეგიშალა ხელი, მაგრამ საკმაოდ წარმატებული ის რთული დრო იყო თბილისის გუნდებში, ნორჩი დინამოელი, შევარდენი, იბერია, ანსი ხო, მაგარად მახსოვს ხო? და მერე ხაშურის ივერი, რომელიც უმაღლეს ლიგაში გამოდიოდა ერთი წელი მოგიწიათ ერთი სეზონი
მარნეულის გუნდში კიდევ სადღაც იყავით არ მახსოვს ახლა ცოტა ვინერვიული ამას ბოლო 25 წელი როგორც ჟურნალისტი სოფლიო ჩემპიონატებზე ანამყოფი ევროპის ჩემპიონატებზე ძალიან არა მარტო როგორც სპორტული ჟურნალისტი არამედ ანალიტიკოსი რომელიც ანალიზს აკეთებს იმ სოფლიო ჩემპიონატების მატჩებს ეროვნული ჩემპიონატის მატჩებს თასებს შეხვედრებს და საერთოდ ანალიტიკურად მოაზროვნე კაცი არა მარტო პატარა ნიუსებს რომელიც საჭიროა გასაგებია მაგრამ ძალიან სოლიდური დონის ჟურნალისტია მისი ახლა ფეხბურთის თამაში ახლა ვინც იმ თაობის წარმოქმნები არიან გასაგებია ვეტერანები ვინც გიყურებენ ახსოვთ და მინდა გთხოვოთ ახლა ჯერ დავიწყოთ ფეხბურთი და კალათბურთი ორი სახეობა რომელსაც ძალიან აქტიურად არის ჩართული ლაშა პირველ რიგში სანამ გადავცემდი სიტყვას ვიტყვი 1-2 წლის განმავლობაში კალათბურთზე ვიდეოც გვაქვს საქართველოს საკალათბურთო ეროვნულმა ნაკრებმა როგორც მოსალოდნელი იყო ძიმე ბრძოლაში მოიპოვა უფლება მეექვსეჯერ ითამაშოს ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე 2011-ში 13-ში 15-ში, 17-ში, 22-ში, რომელიც აქ ჩატარდა 21-ის მაგრამ 22-ში პანდემიის გამო და 25 წლის აგვისტოს ბოლოს სექტემბრის დასაწყისში ჩვენი ნაკრები კვლავ ითამაშებს ევროპის ჩემპიონატზე. მეექვსეჯერ ნაკრები და მეექვსეჯერ გიორგი შერმადინი და იქ ამთავრებს სანაკრებო კარიერას. ბოლო მატჩი გახსოვთ, ხო იქ რამდენიმე ფოტო იყო თბილისი არენა, თითქმის ანშლაგი იყო, მე ნაკრების ეს ნაკრების ძნელი ალექსანდრ ჯიკიჩი. მინდა გითხრათ რომ დაძაბულ ბრძოლაში ახლა ყველა მიცის აქ შენგელია შერმადინი გამოჩნდება დაძაბულ ბრძოლაში ჩვენ ნაკრებმა დაამარცხა დანიამ 62-60 გუშინ უკვე იყო ბოლო შეხვედრა ჯგუფური ეტაპის სერბეთთან არავითარი პრინციპული მნიშვნელობა არ ჰქონდა კარგი თამაში იყო საინტერესო დატვირთული წავაგეთ მე სიმართლე რომ გითხრათ ლაშა მე შინოდა დიდი ანგარიშით არ წაგეგმო რომ სერბეთი არის გრანტი top კლასის ნაკრები ყავს. ხო და პირველში ჯერ დავიწყოთ თუ შეიძლება აქ არის კადრები დუდამ რომელსაც ფანტასტიკურად ითამაშა შენგელიამ და თორნიკე შენგელიამ დუდასანაძემ დანიასთან ხო ყველა მაგრად იბრძოლა მაგრამ ეს ორ კაცს განსაკუთრებით გამოვყოთ იმიტომ რომ ბოლდუნი არ თამაშობდა. მატჩის წინ ჩვენ რომ გავიგეთ რომ არ ითამაშებს ჩვენი ნატურალიზებული ამერიკელი გამარ ბოლდუინი ბევრი კითხულდა შევძლებთ რომ ის კარგად შეეწყო გუნდს და ფეხბურთის კალათბურთის სტაჟიანმა გულშემატკივრმა ვაჟა ოზაშილმა მითხრა თენგო არ ვინერლო ჩემ მოუგებდო დანიას და აუცილებლად გავალთ და ცოტა დამშვიდი მაგრამ აქედანაც ლაშას მომშვიდებდა გვერდით ვიჯექით და მინდა გთხოვოთ ახლა ჯერ დავიწყოთ კალათბურთით თქვენ როგორ ფიქრობთ ეს წარმატება დაუშვათ წაეგოთ ჩვენ ნაკრებს თქვენი აზრით რა განვითარება იქნებოდა ამას და რომ მოვიგეთ რის ხარჯზე მოვიგეთ თქვენი აზრი მოგესალმებით თენგიზ მივესალმები თქვენ სტუმრებს ჩემთვის კარგად ნაცნობ ადამიანებს და პატივისცემას უდასტურებ ჩემსაც ორივეს პირველ ყოვლისა ულოცავ ზამთრის სახეობებში წარმატებას ჩვენს მოციგურავეს გურგენიდეს ასევე საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებს წარმატებას უსურვებ და ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეორედ გასვლას გულშემატკივრო ბავშვობიდან ხელბურთის მოყვარულიც ვარ მახსოვს ახლა იმ თაობას ვერ მივასწარით ცერცვაძე აქვს მაგრამ ამპილოგოვის ნამდვილად ამპილოგოვთან ერთად შემიძლია მითხრა რომ მინი ფეხბურთიც მითამაშია შევარდენის სტადიონზე მოდიოდა ხოლმე დიდი მოყვარული იყო ფეხბურთის მისი მეგობარი ცხოვრობდა სხვა შორის ძალიან კარგად თამაშობდა ფეხბურთს. კი, ფეხბურთსაც ძალიან კარგად თამაშობდა. განსაკუთრებით თავით, მაღალი იყო ხო? თავითაც ფეხითაც შვენივრად არ ეშლებოდა ეგ ამბავი ასე ვთქვა და რაც შეეხება ულოცავ ჩვენ კალათბურთელთა ნაკრებს ამ წარმატებას, ხუმრობა ნამდვილად არ არის ზედიზედ მე-6-ით გასვლა და აი როგორ ვთქვა, ისტორიული მატჩი იყო, რა გაგებით. გამომდინარე იქიდან რომ სამწუხაროდ არ მოდის ის თაობა მე შეურაცხყოფას არავის არ ვაყენებ მაგრამ ჩვენ გვინდა რომ მიჩვეული ვართ ეხლა წინა თაობიდან მოყოლებული თქვათ იქ სანიკიძე ფაჩულია აღარ ჩამოვთვლით დღევანდელი შენგელია შერმადინი სამწუხაროდ მარკოიშვილი და ასე შემდეგ ყველა ზემბიჭების დიდი დამსახურება დღეს რო
იგივე მათი დამსახურებაც არის რომ მარკოიშვილი ერთ-ერთი მწვრთნელია ნაკრების რომ გავიდა სამწუხაროდ არ მოდის ეს თაობა რომელიც რანგის რომელიც თქვათ ეხლა რო ვერ გავსულიყავით სიტყვაზე რა რომ აი გარანტირებულად გვექნებოდა რომ ჩვენ 2029-ში ვითამაშებით და ამ ხელა ჩავარდნა კალათბურთისთვის პაუზა ჯერისედაც ჯობია სიმართლე და ცოდვა გამხელილი ჯობს რომ ვიტყვიან ძალიან ცუდი მდგომარეობა კალათბურთში იგივე თქვათ რა კუთხით ვიძახ საკლუბო დონეზე იმაზე ხლა მე არ ვიძახი რომ ბითაძე ყავს იქ მამუკელაში მაგრამ ისინი ვერ გვეხმარებიან ხო ჩვენ NBA-ში შესარჩევ ციკლში თან ისეთი მდგომარეობა შეიქმნა რომ ბოლდვინმა ვარჯიშის დამთავრებამდე 2 წუთით ადრე მიიღო ტრაუმა როგორც თავარმა მწვრთნელმა ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე რა თქმა უნდა რომელიც ჩვენიურად შეეწყო გუნდს და ეხლა მოდი ისიც ვთქვათ რომ დანია ნამდვილად არ იყო ხელწამოსაკრავი გუნდი კარგი გუნდი იყო მათ წლები არ თამაშობდა შილცი სპეციალურად ჩამოიყვანეს რომელიც იტალიის ჩემპიონატში ერთ-ერთი წამყვანი კალათბურთელია ხომ ნახა თბილისი კი დარბაზი ხომ ნახა ემოციები წავიდნენ აქ ჩვენიერი კალათბურთელი ყავთ იგივე ის იფი ლუნგბერგი ცოტა ისე ჟღერს ახლა ჩვენთან ხო იცით ახლა დანია კალათბურთი მაგრამ ეგრე იყო ისლანდიასთან და ჩვენ რაც ნერვიულობა გადავიტანეთ სამსოფლიო ჩემპიონატზე გადავიდა ისლანდია ფაქტია რომ იმ დანიამაც მოგვიგო სახში და ისლანდიამაც მოგვიგო ხო ეხლა ეგრე არ არის რომ ისლანდიამ აქ მოგვიგო მაგრამ გავედით ხო ნუ იმას ვიძახი რომ მოგვიგო და ჩვენ კი გავედით მაგრამ მოგვიგო რა ფაქტია რა მაგას ვიძახი და ამიტომ აქედან გამომდინარე იყო უმნიშვნელოვანესი თამაში და მართლაც აი ბიჭებმა დიდი თავდადება ვაშკაცობა რა თქმა უნდა კლასით უკვე მე დარწმუნებული ვარ ჩვენ რომ ბოლდვინი ყოლოდა იმ 15 ქულიან უპირატესობას რომელიც შევქმენით მეორე პერიოდში და მე მესამეში გავანიავეთ ასე თქვათ შევინარჩუნებთ და არაფერი პრობლემა არ შეიქმნება დიდი ანგარიში კი მე მაგაში დარწმუნე იმიტომ რომ არ გვინდა ჩვენი გუნდი თან სახლში მადლობა კიდევ ერთხელ გულშემატკივრებს რომლებიც ავსებენ ყოველთვის ამ ჩვენ საკალათბურთო არენას და გუნხურვალი მხარდაჭერა აქვს ნაკრების და სახლში ჩვენ ნებისმიერ ნუ ჩვენი დონის მეტოქეებთან ვიძახი თუმცა ახლა იმაზე არ მაქვს პრეტენზია მაგრამ ჭიდაობას რო იტყვიან ნებისმიერთან შეგვიძლია და ასე თქვათ თამაში ესპანეთს კი ბატონო ესპანეთთანაც გვაქვს მოგებული რომელიც მერე წავიდა და ევროპის ჩემპიონი გახდა ასე ვთქვათ ეხლა ესპანეთთან მოგება ნუ ეგ ისეთი რაღაცაა მართლა ისტორიულია ფეხბურთშიც გვაქვს მოგებული სხვა შორის მოქმედი ევროპის ჩემპიონია ეს ამხანაგური თამაში იყო და აქედან გამომდინარე ეს გამარჯვება წესით უნდა იყოს იმის საფუძველი რომ ეს თაობათა ცვლა ესე ვთქვათ უმტკინეულად მოხდეს მე ეხლა აი ახალგაზრდა ბიჭებს ვინც არიან დღესდღეობით ნაკრებში მოუწოდებ მე არ კიდევ ერთხელ ვიდახ არავის არ ვაყენებ შეურაცხყოფას რომ უფრო მეტი უნდა ივარჯიშონ უფრო მეტი ასე ვთქვათ რომ წინსვლისთვის რომ ღირსეულად შეცვალონ იმიტომ რომ როგორც აი ბატონო ბექამ აღნიშნა როგორც ჩვენ ხელბურთში ქონდა ძალიან დიდი ტრადიცია და სამწუხაროდ მე უდიდესი კალათბურთში ახლა არავინ არ მიწყინოს მაგრამ კალათბურთში როგორი ტრადიციაც აქვს ჩვენ ფეხბურთშიც არ აქვს ისეთი ტრადიცია ჩემპიონთა თასის მფლობელები ვარ და წინა წლის ჩემპიონთა თასის ფინალისტები ვარ სხვა შორის ეს ბევრმა არ იცის ჩვენ რომ ფინალში ვარ 60-იანი წლების დასაწყისში და თასების თასის ფინალში ვარ კიდე გასული და ახლა 68-ში კი ჩეხეთის გუნდთან წავაგეთ ახლა საკანდელიძე და ქორქია და ნუ იქ ოლიმპიურ ჩემპიონებზე და გინზე და ხა ყველას აღარ ჩამოთვლი ისეთ კალათბურთელებზე არაფერს არ ვიტყვი რა ტრადიციებიც ჰქონდა აქედან გამომდინარე ამ კუთხით იყო ძალიან მნიშვნელოვანი და კარგი იქნება ბოდიში ლაშქე გაწყვეტინებ და ახალგაზრდებს რომ არ ეწყნობა ეგ ესე იგი 20 თებერვალს ბელგრადში ძირითადად ახალგაზრდული ნაკრები ახალგაზრდებმა ითამაშეს ну გამოცდილებიც იყვნენ მაგრამ შენგელია შერმადიან არ იყვნენ კარგად აჩვენეს თავი ამიტომ ამ ახალგაზრდებს ვინც ნაკრებში არიან აქვს პოტენციალი მოუმატონ და ახალი სახეებიც უნდა გამოჩნდნენ რა თქმა უნდა იმიტომ რომ აქ ჭირდება მე იმედი მაქვს რომ 2-3 წელიწადში მე ამას ობიექტური ფაქტორებიდან ვიძახი რომ აგერ შერმადინმა რომელიც აი ძალიან დამსახურებული კალათბურთელი კაი პიროვნება და მართლა აი რა ვიცი ხა თანამედროვე ქართული კალათბურთში კი გასაგებია რომ თქვა ფაჩულიამ ორჯერ მოიგო NBA მაგრამ შერმადინი ორჯერ გახდა ევროპის NBA რო გამოვაკლოთ სოფლიოს საუკეთესო ლიგის საუკეთესო კალათბურთელი ესპანეთი რომელიც არის NBA-ს გამოკლებით სოფლიოს საუკეთესო ლიგა პირადი პრიზიენტ რომ დამსახურება ორჯერ აქვს ევროლიგა მოგებული და ასე შემდეგ ასე რომ ესე რო ავიღოთ ტიტულებით ფაჩულიას აღემატება კიდევაც
ევროპის მასშტაბით ვიძახი მე, ევროპის მასშტაბით, ნუ ახლა NBA გასაგებია და იმ ნიშნულობითაც რომ იქ ტურებში მე ახლა ევროპული მასშტაბით ვიძახი, ახლა NBA არც იმ ადამიანს ეს სოფლიო ხო, ნუ იმას არ უკარგავ რა თქმა უნდა იმას რა ქვია არა ეწყინოს რა ფაქტია ახლა მაგას ვიძახი და საუკეთესო ლიგა ესპანეთი ევროპაში საუკეთესო კი მაგას ვიძახი და აქედან გამომდინარე ახლა ალბათ ამ წარმატებებმა იმასაც უნდა დაუდოს საფუძველი რომ თქვათ ეს საკლუბო კალათბურთიც განვითარდეს მაგრამ სამწუხაროდ რა არის იცი ბატონო დადიხართ მე ვიცი თითქმის ყველა მაჩებს სუპერლიგის მაჩებზე აშუქებდით წერთ დადიხართ კოლეგებთან ერთად და მესმის თქვენი გულისკივილი ჩვენ გვიდა უფრო კარგი ბევრი ფაქტორია მარტო კლუბებზე არის აი პარალელს გავავლებ ფეხბურთთან რატომღაც იყო მოლოდინი რომ ევროპის 2020 წელს ჩვენს იმაზე რა ქვია ჩვენი ნაკრების წარმატებული გამოსვლის შემდეგ აქ დაიწყება საფეხბურთო ბუმი და ეხლა მე თავს არ ვიქებ მაგრამ მქონდა ხალხთან საუბარი მეკამათებონა როგორ რაღაც მეოთხარი ეს ერთჯერადი წარმატება თუ არ დაიწყოს არ დაინტერესდებიან ის ინვესტორი რატომღაც სამწუხაროდ არ ვიცი არის ხო საქართველოში არის ხალხი ვისაც შეუძლია რომ ერთი კლუბი შეინახოს იმ დონეზე რომ ეხლა მე არ ვიძახი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში შეხვალ მაგრამ ნუ ნორმალური ჩემპიონთა კონფერენციის ლიგაზე სადღაც სამწუხაროდ ნუ არ ხარჯავს ეს ხალხი ფულს და ძალით ეხლა ვერავის ვერ დაავალებ და ვერ დაახარჯინებ აი არ გამოიწვია ფეხბურთზე რომ გადახედით ის ბუმი რა აი სამწუხაროდ მე გულინწყდება რა იმიტომ რომ ჩვენ ახლა იქ ვიყავი უშუალოდ მოვლენათა ეპიცენტრში ტრიალებდი დავესწარი ესპანეთის თამაშს არ დავსწრები ვარ დანარჩენი ჯგუფური რაც იყო და ვარჯიშე პრეს კონფერენციებზე და ვინც უყურებდა პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა და ჩემ აქტიურობასაც კი ხედავდა იქ და იმიტომ რომ ახლა მე მთელი და გული სული ჩართული ვარ და რომ მოვდიოდი უკანაგზადე ვფიქრობდი რომ გამოიწვევს ეს ჩვენ ქვეყანაში დიდ ბუმს ნუ არა ის ერთჯერ სამწუხაროდ აი როგორ გითხრათ იცით აი ის ღირსეულ ბიჭებს როგორც ღირსეულად რომ დავხვდით და ისა და ისა აი ეს დახედრა იყო იქ დამთავრდა ეს მე უბურდონეზე და სხვა დონეზე აი მაგას ვიდავთ თორე სანაკრებო დონეზე ჩვენთან ახლა აგერ ახალგაზრდული ნაკრებიც გავიდა ახალგაზრდულსაც ულოცავ გავიდა მე რას ვიძახი რომ სანაკრებო დონეზე ჩვენ მაყურებელი არ გვაკლია მალტა რო ჩამოდის იქაც კი როცა სხვა ქვეყნებში მინახავს აი სტადიონი цариელია ნახევრად რა და შეიძლება მეტადაც რა ბოდიში გაგაწყობდნენ ლაშა რადგან ფეხბურთზე გადავედით ახლა მინდა ჯერ ერთი სანამ ფეხბურთზე გადავალთ ბოლომდე კიდევ ერთხელ მიულოცო საქართველოს ეროვნულ საკალათბურთო ნაკრებს კი ბატონო გიერთდებით საკალათბურთო სამყაროს ყველას მოთამაშეები, მწვრთნელები, შტაბი, ექიმები, ფედერაცია ასე შემდეგ ვინც არის ჩართული ევროპის ჩემპიონატზე გასვლას. აგრეთვე მინდა მიულოცო რასაკვირველია ქალთა საფეხბურთო ეროვნულ ნაკრებს, ქალთა ფეხბურთზე ვიცით რომ თითქმის ყოველთვის დავდივარ, ჩვენმა ნაკრებმა შარშან პირველად მიაღწია პლეი-ოფამდე. ქალთა საფეხბურთო ნაკრებმა რამდენი ხედავთ ნაკრების ფოტოების ფედერაციის გვერდიდან არის აღებული 21 თებერვალს კალათბურთი იყო 2 საათით ადრე იყო მესხის სახელობის სტადიონზე ეს მატჩი ჩვენ მოუგეთ ანდორას ნაკრებს დღეს 25 თებერვალია საღამოს ჩვენი ნაკრები ქალთა ეროვნული ნაკრები ატარებს შეხვედრას კვიპროსში გასვლითი მატჩი ახლა კადრების გამოჩნდება იქ ანდორასთან ჩვენ ვიდექით უკვე კალათბურთზე და ტელევიზიის მეშვეობით ნოუთბუქით უყურებდით ერთი თონს ვაგებდით და მე მაიკო ბებიამ პენალტისტი გახდა უკვე შტატიანი შარშანაც და მეორე უკვე გოლი გაიტანა თეონა ბაგრაძემ რომელიც არის დევნილი აფხაზეთიდან დედა მამა ორივე აფხაზეთიდან არიან ანა ჩემინავა კაპიტანი აფხაზეთიდან არის დევნილი ნათია დანელია რომელიც აღიარეს საუკეთესო კალათბურთელად შარშან წინ 23-ში ხო ის დედით სოხუმელია კიდევ რამდენი ირინა ხაბურზანია გალილიდან არის ეს ლანჩხუთში რომ გახსოვთ ეს პერიოდი და მინდა თქვენ სულ დადიხართ აი ქალთა ფეხბურთზე როგორ ფიქრობთ ენა ირის ანტმანის ფაქტორმა ითამაშა რომ თავრიცნელია და მოწესრიგებული და რაღაც აწია დისციპლინა ბევრი ნიუანსი თუ უკვე თაობასაც ხედავთ ხო ქალთა ფეხბურთში აი თქვენი აზრი მაინტერესებს თავარი ფაქტორი ჩემი აზრით იქიდან უნდა დავიწყოთ რომ ეხლა მე კაცი ადამიანი ვარ რომელიც კარგსაც და ცუდსაც ვინც დასაფეთზე პლუს მინუს ფეხბურთის ფედერაციის დიდი დამსახურებაა როდესაც ხელშეწყობა რა თქმა უნდა ეხლა ხო
მთელი ცხოვრება ჩართული ვარ ამ ფეხბურთში ხლა. ყველამ კარგად იცით, არც ჩემპიონატი ტარდებოდა ქალთა საფეხბურთო, არც ისა. 2016-დან ტარდება რეგულარულად. ხო, მაგას გეუბნები, სანამ შეიცვლებოდა იმ ფედერაციაში შემიშალა ერთი წელი, მაგრამ ბოლო წელი ნაკრები კი ყავდა, მაგრამ იყო რაღაც ისეთი შედეგები აღარ დავასახელებ, მაგრამ ამ ერთიან სისტემაში მოყვანეს რომ გუნდს გავს შეკრება, ეკიპირება. ლაშა თაბაგარი გერმანიაში საქართველოს ნაკრების ერთ-ერთ მატჩზე, ხო? ეს თუ არ ვწდები პირველი თამაში იყო დორტმუნდში რო იყო, რა ქვია, გახსნით თურქეთთან. ხო და გამომდინარე იქიდან რომ პირობები შეიქმნა, ჩემპიონატი ტარდება, ხელშეწყობა, ორი ლიგა, ახლა ნაკრებს აგერ ვინც იცის აგერ შვენიერ სასტუმროში ყველანაირი პირობები აქვს, თამაშიც ემზადებიან, ეკიპირება აქვს. ეხლა ერთი მწვრთნელი იყო, მეორე მწვრთნელი იყო, ამან ის მოიტანა რომ საკლუბო დონეზე არ უნდა დაუკარგოს. ლანჩხუთმა ჩემპიონთა ლიგის გარდაიცვალა ეს ადამიანი, ვინც დურმიშხანი ჩვენი ბატონი, ვინც ჩაუყარა მაშინ იმ ლანჩხუთის და იმის წარმატებას. და ამან ყველაფერმა ამ სისტემურმა მიდგომამ და იმ პირობებმა და იმან შექმნა ის რომ უფრო მეტიც ადამიანის დაინტერესდა ამ ქალთა ფეხბურთში და აღარ არის კომპლექსი ჩვენთან რომ აი გოგოს და ბურთი და ფეხბურთი და მშობელსაც უკვე რო უყურებენ წარმატებას. ასაკობრივი ნაკრებების კარგია. გახსოვთ შარშან 16 წლამდელ ნაკრებმა ჩვენმა სან-მარინოში მოიგო UEFA-ს განვითარების თასი. 2016-ში მოვიგეთ და ახლა ეს რო შუქდება ტელევიზიით გადმოიცემა, პოპულარიზაცია ეგ არის ახლა და ისეც უყურებს რომ ის მშობელიც აღარ უყურებს ისე რომ რაღაც უცხო ხილივით ამ ფეხბურთს რა აი ქალთა ფეხბურთს რა თქმა უნდა მონდომებულია ის ადამიანი და ასე ვთქვათ ამან ყველაფერმა ერთობლიობაში მოიტანა ეს წარმატება და დღევანდელ მატჩშიც ასე ვთქვათ უსურვებ კიპროსთან და ირის ატმანმაც ახლა მე რა უნდა ვთქვა დაამტკიცა თავის პროფესიონალიზმით, თავის მიდგომით, ნუ შედეგი რაც იყო, რაც ვაჩვენეთ ჩარჩანო პირველ პლეიოფში ვითამაშეთ, ესეთი შედეგი არ ქონია და ფაქტია რომ ამ ადამიანს ვერ დაუკარგავთ წარმატებას და მწვრთნელის ზოგადად მოაწესრიგა ბევრი საკითხი. როგორც ამბობენ რა, მწვრთნელის დამსახურება დიდია, გუნდი როცა იგებს ფეხბურთელების დამსახურება, აგებს მწვრთნელზეა პასუხი. მე ერთი შენიშვნა ქონდა სულ ქალბატონ ირისთან. რატომ აკეთებს შეცლებს 84 წუთზე, 95-ზე, ან 75-ზე ადრე რატომ არ აკე იგივე შენიშვნა ქონდა გახსოვთ პრესკონფერენციებზე ვილი სანიოლთან. პასუხი იყო მე ვენდობი ბოლომდე უნდა გამოიჩინოს თავი მეორე ტაიმში და ყველა ძალიან მაქრი ვაისი იყო ნუ ეხლა ეს მწვრთნელია და პასუხისგებელი თვითონ არის შიგნით რო ტრიალებს იმან იცის ეხლა ეს გარედან სხვანაირად ხო ჩვენ რაც არ ვიცით რა იყო რაღაც შემთხვევები იგე ფეხბურთზე რომ ეკითხებოდნენ ეხლა იმ ფეხბურთელს თქვა რატო არ დააყენეთ ეხლა იმან იცის რომ იმ ფეხბურთელს რაღაცა პირადი ოჯახური პრობლემა ქონდა და დაუშვათ ან რაღაცა რომ და ის არ არის მზად რომ გამოვიდეს ის გონებით სხვაგან არის სადღაც და ამიტომ ამჯობინებს ეხლა ამ დეტალებს ვერ გამოიტანს. აქედან ჟურნალისტები აკრიტიკებენ რატომ არ დააყენე, რატომ არ შეიყვანე ადრე. დეტალებს ყველაფერს ვერ გამოიტან რა, არ არის ადამიანური ფაქტორია რა და ამიტომ აქედან ახლა ქალთა ფეხბურთს რაც შეეხება აი გოგონებს და ოჯახის წევრებს, მათ ოჯახის წევრებს, მშობლებს ვეუბნები. ქალთა ფეხბურთს საქართველოში არის დიდი ისტორია. 80-იანი წლების დასაწყისში, 70-იანი წლების 80-იანი წლების დასაწყისში პირველი გუნდები, ავრორი ტალახაძე და კიდევ ერთი წნელი იყო, ახლა არ გამახსენდა უცბად. 87-8 წლებში იყო ძალიან მაგარი გუნდი თბილისის ივერია, რომელიც გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონი 1988 წელს. ჩატარდა პირველი ჩემპიონატი და ქალთა საფეხბურთო გუნდმა თბილისის ქალთა გუნდმა ივერიამ პირველი ადგილი დაიკავა. რამდენიმე ჩვენი გოგო მოიყვანეს ნაკრებში 90-იან წლებში გახსოვთ რუსთავში თბილისში იყო მატჩები მე 2000-იან წლებში იყო პაუზა და ბოლო 10 წელი არის ძალიან დიდი გამოცდილება. შორის მე ვარ ნამყოფი შვედების ორი ქალთა გუნდი რო იყო ჩამოსული თბილისში ანშლაგი რომ იყო 80,000 ეხლა არ ვიცი ხა იმათი ფეხბურთის თამაშის საყურებლად რამდენად იყვნენ მოსულები ვერ გეტყვი მაგრამ ის უბრალოდ უცხო ხილი იყო ისეთი ნოუ-ჰაუ და ჩვენი დროც გვაჩვენებენ ამოიწურა ლაშა დიდი ბოდიში ჩვენი გადაცემის დრო ამოიწურა კიდევ ერთხელ შეგახსენებ ძვირფასო ტელემაყურებლებო და რადიომსმენელებო პირდაპირ ეთერში იყო კომენტატორ რეკორდსმენის საქართველოს დამსახურებული წნელის
ბატონ ჯამლეთ ხუხაშვილის სახელობის სპორტული საავტორო ტელეგადაცემა, რომლის წამყვანი ვარ მე, ჟურნალისტი თენგიზ პაჭკორია. შეგახსენებთ, დღევანდელი გადაცემის სტუმრები იყვნენ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ბატონო ელგუჯა ბერიშვილი, დიდი მადლობა ელგუჯა, საქართველოს ხელბურთის ფედერაციის ასაკობრივი ნაკრებების ხელმძღვანელი ბატონი ბექა ორჯონიკიძე, დიდი მადლობა ბექა განაცვალე და ვეტერანი ფეხბურთელი და ბოლო 25 წელი წარმატებული სპორტული ჟურნალისტი ანალიტიკოსი ბატონი ლაშა თაბაგარი, დიდი მადლობა ლაშა. გისურვებთ ძვირფასო მეგობრებო ჯანმრთელობას, წარმატებებს, კარგად ზანდებოდეთ. აბაულა.